ვინ მართავს სასწორს. დავიწყებ იქიდან, რომ სანამ ზოგიერთ ქვეყნებში და ზოგიერთ საზოგადოებებში, სადაც ასტროლოგია არ არის ძალიან, ესე ვთქვათ, განვითარებული, დღემდე დაობენ იმაზე, თუ ვინ მართავს ვერცხს და მორიელს, რაც უკვე რეალურად გარკვეულია, დიდი ხანია და დასრულებულია ეს თემა და არანაირი, ესე ვთქვათ, კონფლიქტი ან გაუგებრობა ამ თემებში არ არის, არანაირი დავა ამ თემაზე არ არის, თუმცა დღემდე კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება, თუ ვინ მართავს სასწორს. სასწორის მმართველობაზე ვენერას პრობლემა ყოველთვის იყო ასტროლოგიაში, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ასტროლოგი ყოველთვის თავის პრაქტიკაში ამჩნევდა, რომ ვენერას მართველი როგორც ვენერა, სასწორის მართველი როგორც ვენერა, ხშირ შემთხვევაში არ ამართლებდა ანალიზის დროს და განსაკუთრებით არ ამართლებდა პროგნოზირებისას, იმიტომ რომ დღემდე, როდესაც ადამიანი, რომელსაც ასცენდენტი ყავს ვერცხლში, აკეთებს რექტიფიკაციას დროის დაზუსტებას ან აკეთებს ნებისმიერ პროგნოზს, ხშირ შემთხვევაში ხდება გადაცდომები, როდესაც საქმე ეხება ურთიერთობების ანალიზს, ქორწინებას და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ვისაც ასცენდენტი ყავს ვერცხლზე, შესაბამისად სასწორი ყავს მეშვიდე სახლში და სასწორის მმართველი ვენერა ამ შემთხვევაში ხშირად ვერ უმკლავდება სიტუაციას და ხშირ შემთხვევაში ქორწინება, დირექციებში, პროგრესიებში, კონკრეტული ურთიერთობები, პირადი იქნება თუ საქმიანი, მეშვიდე სახლის ყველა თემა ჩანს სუსტად და არაზუსტად. პერიოდულად, ეს რა თქმა უნდა ყველა ადამიანის რუკაში არ არის, მაგრამ ხშირად ესეთი რამე არის დაფიქსირებული. ბევრი ასტროლოგი არ მიიჩნევს ვენერას, ესე ვთქვათ, რეალურ მმართველად. ძალიან ბევრი მოიაზრებს, ბევრი ვარიანტები არის. ბევრისთვის სასწორის მმართველი არის ერიდა, ბევრისთვის არის პროზერპინა, ბევრისთვის არის ქირონი, მაგრამ ეს ყველაფერი არის ვარაუდები, არც ერთი მათგანი არ არის რეალურად მეცნიერულად დამტკიცებული, არანაირი კვლევები ამ თემაზე არ ყოფილა, შესაბამისად დღემდე ასტროლოგია, ესე ვთქვათ, ჰაერში კიდია ეს თემა, რადგან ზუსტად არ ვიცით კონკრეტულად ვინ მართავს სასწორს. ერთის მხრივ ეს რა თქმა უნდა არის ცუდი და ამ ყველაფრის გაგება ისე თუ ასე დროის ამბავია. მეორეს მხრივ რაც უფრო მეტად ვითარდება ასტროლოგია და რაც უფრო მეტი დრო გადის, უფრო მეტად ვხვდებით, რომ ზოგადად ეს სისტემა მმართველობის არ არის სრული, არ არის იდეალური და რაც უფრო მეტ პლანეტებს აღმოაჩენენ აუცილებლად მზის სისტემაში, მით უფრო მეტად დავრწმუნდებით, რომ აქ მუშაობს უფრო სხვა სისტემა, არა მმართველობის სისტემა, არამედ უფრო რაიმე სხვა, რაიმე უფრო კომპლექსური. ამიტომ მმართველობის სისტემა ეს არის დღეს რაც გვაქვს მაქსიმუმი, უკეთესი სისტემა ჩვენ არ გვაქვს და ასე თუ ისე ეს მუშაობს ეფექტურად, არ მუშაობს მხოლოდ ეს სასწორის შემთხვევაში და ისიც არ მუშაობს რაღაც კონკრეტულ პერიოდებში, ყველას რუკაში არ არის ეს პრობლემა.